მადლობა თქვენ ბატონ ალუდა, მივესალმები ბატონ რამაზ ახვლედიანს. ბატონო რამაზ, მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის ჩვენი კომისიის წინაშე. პროცედურა გახლავთ ასეთი, რომ მე უნდა გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რომ ჩვენი კომისიის წინაშე ცრუ ახსნა განმარტების მოცემა სალაპარაკო ენაზე რომ ამბობენ ტყუილი ან გამოგონილი ფაქტები არ უნდა იქნეს მოტანილი წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ეს იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოცემული პირის მიმართ, ასევე კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი, ასევე კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება იწვევს ასევე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ის ფაქტი, რომ მე ამის შესახებ თქვენ გაგაფრთხილეთ, რომ ეს თქვენ იცით, დოკუმენტი უნდა იყოს თქვენთან და გთხოვთ ამის დასტურად მას მოაწეროთ ხელი, რის შემდეგაც ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ დავიწყოთ სხდომა. ბატონო რამაზ, დიახ, მოაწერეთ თუ შეიძლება ხელი, მადლობა წინასწარ. ასეთ მეთოდს შემოგთავაზებთ მუშაობის, თუ კი ეს თქვენთვის მისაღები იქნება, 15 წუთის განმავლობაში, რომ გააცნოთ კომისიას ის საქმე ქრონოლოგიურად, კონკრეტული გვარებით, სახელებითა და ფაქტებით, რომელიც გულისხმობს თქვენ მიმართ ჩადენილ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს და შემდეგ ჩვენ დავსვამთ კითხვებს და უკვე კითხვა-პასუხის ფორმატში გავაგრძელოთ, თუ ეს მისაღებია. ჩართეთ მიკროფონი და გისმენთ თუ შეიძლება. მოგესალმებით, ვაცნობიერებ, წავიკითხე, ხელი მოვაწერე და ტელევიზიის და კომისიის წევრებისთვისაც აქვე ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ მე მხოლოდ ვისაუბრებ ფაქტებით და იმ დოკუმენტებით, რომელიც ჩემს ხელთ არის და არა, თქვათ, რაღაც ემოციებით, იმიტომ რომ ემოციები ცოტა ზალავს ადამიანს და შეიძლება რაღაც ზედმეტი მომივიდეს, რომელთაც სხვა ადამიანს მესამე პირს რაიმე ზიანი მივაყენო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს საკითხი როგორც არის, მე ეს დღეებია ვადევნებ თვალყურს, ჩემთვის უცხო არ იყო, მაგრამ უფრო ახლოს გავიცანი საკითხები, რომელსაც მე ესე უწოდებ, ეს იყო სისტემური დანაშაულები ადამიანების წინაშე, სისტემა, რომელზეც ერთხარეს იდგა სახელმწიფო მაღალჩინოსნები და ვიღაც დაინტერესებული პირი, რომელიც დაინტერესებული იყო, თქვათ, ჩემი ქონებით. და ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია თქვათ, რომ არ თქვა ის, რაც სათქმელია და რაც საჭიროა, თქვათ, სიმართლის დასადგენა და ალბათ შემდგომში ჩემი დაზარალებულად ცნობა არ ცნობის საკითხის გადასაწყვეტად. დიდხანს თავი რო არ მოგაწყინოთ, მე შემიძლია მოკლედ გითხრათ, რომ 98 წელს 1998 წელს ქონების მართვის სამინისტრომ გამოაცხადა ლისის ტბის შენობა ნაგებობები მხოლოდ და გამოიტანა კონკურსზე გასაყიდად, სადაც მივიღე მონაწილეობა როგორც ფიზიკურმა პირმა. შედეგებით გამოუცხადი გამარჯვებულად, შემდგომში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები და შედგა ჩვენ შორის, გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი, შესაბამისი ხელშეკრულება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქონების იჯარის რახან იჯარა გამოსყიდო, იჯარაც უნდა მეხადა პლუს გამოსასყიდი თანხა, რომელიც სახელმწიფომ თქვათ მიიღო და ეს უნდა მოხდარიყო 5 წლის განმავლობაში, რაც მე პირნათლად შევასრულე სახელმწიფოს წინაშე. შედგა ჩვენ შორის შედარების აქტი და პრინციპში ქონება, რომელიც მე უნდა დამერეგისტრირებინა და მოეცა ჩემთვის მაშინდელი ქონების მართვის სამინისტროს. კანონმდებლობაში მოგეხსენებათ მოხდა ცვლილება, რომ მიწებიც უნდა გაყიდულიყო ამ შენობა ნაგებობებს დამაგრებული, რომელიც იყო. დიდხანს არ შეგაწყენთ ამ საკითხით. შესაბამისად მეც რა თქმა უნდა, რომ იურიდიული მოქმედების საშუალება მქონოდა, დავაფუძნე კომპანია. ამ პერიოდში ყველას კარგად გვახსოვთ, რომ ლისის ტბა დაშრა, მაშინდელი ქალაქის მერიის ხელმძღვანელობასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შევქმნით კომისია, რომ გადაგვერჩინა ლისის ტბა, იმიტომ რომ არ ჩემი პროექტის განვითარებას არ ექნებოდა თქვა ტბის გარეშე არანაირი მნიშვნელობა და ქალაქისთვისაც აუცილებელი იყო, რომ ეკოლოგიურ თვალსაზრისით ყველას მოგვეხსენება რა მნიშვნელობა აქვს მას. ახლა შემიძლია თავად ვთქვა, რომ დღესაც კი ქალაქის ფილტვებს უწოდებენ.
დიდი მუშაობის შემდეგ მოახერხეთ ვიპოვნეთ წყლები, გრუნტის წყლები, რამდენიმე წლიანი თქვათ მუშაობის შედეგად თქვათ შეივსო და გავათევზიანეთ ამას მე მომცა უფლება მე მიმართა ქალაქის მერიისთვის განვითარების პროექტი, ანუ რა იყო თქვათ ჩვენი კომპანიის ინტერესი რომ განვითარებული იყო ლისისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ მოიწონეს ჩვენი გეგმა, გაიცა საპროექტო დავალება დავიქირავეთ შესაბამისად, ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ ასეა, არქიტექტორები, რომლებმაც დაიწყეს ლისის ტბის გეგმის დამუშავება თუ სად რა უნდა ყოფილიყო, თქვა, სად იქნებოდა აქტიური ზონა, სად იქნებოდა პასიური ზონა და შემდგომში დავიწყეთ მის დეტალურ დამუშავებას, რა თქმა უნდა, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმების შემდეგ. 2004 წელს უნდა აგვისტოს თვეში მე უკვე უნდა წარმედგინა ზემოთ აღნიშნული პროექტი, გეგმა და მაკეტი ქალაქის არქიტექტურაში და ამ საკითხით ვიყავი დაკავებული, ჩემთვის მოულოდნელად დამირეკეს მერიიდან, მოულოდნელად იმიტომ ვიძახე, რომ ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გქონდა, იმიტომ რომ ისინიც დაინტერესებულები იყვნენ ამ განვითარების საკითხით და მთხოვა შეხვედრა, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ეს მაშინდელი ვიცე-მერი თუ პრემიერი, ახლა აღარ მახსოვს ზუსტად როგორი თანამდებობა იყო, ბატონი თემურ ქურხული, რომელმაც მითხრა შეხვედრა სჭირდებოდა ლისის ტბის საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა დავთანხმდი, შევხვდით, ვისაუბრეთ, გაერკვა სიტუაციაში და მე უცბად მოულოდნელად მეუბნება, რომ მისდა სამწუხაროდ დამავალეს ჩემთვის ესეთი ფაქტის გადმოცემა, რომ პირველი, ასე მითხრა, არის დაინტერესებული იმით, რომ ჰოლანდიელი ინვესტორი, რომელიც მე შემხვდებოდა, მასთან უნდა გამეფორმებინა ერთობლივი კომპანია საწარმო და რომელიც მოახდენდა შემდგომში ამ ლისის ტბის განვითარებას. მე შევთავაზე რომ მოდით როგორც ბიზნესმენი ჩემი გეგმები მქონდა, უთხარი აი ბოლომდე ჩამოყალიბდები, მე უფრო მძლავრად ვიდგები რომ ეს გეგმა მაქვს, პროექტი მაქვს, ყველაფერი მაქვს და შემდგომში მექნებოდა შეხვედრა. მე ამ ერთშია, მოდი ესე ვთქვათ, რომ მის ინტერესში არ შედიოდა, მაგრამ მე თუ ვარს ვიტყოდი, კიდევ ვიძახე ეს იყო 2004 წელს. ოქრუაშვილი თვარსთელი მაშინ გენპროკურორი იყო და მასთან მექნებოდა ურთიერთობა. და ასე ვთქვათ, რომ არ გავძალიანებული იყავი და მაქსიმალურად მეცადა ის, რომ ჩემი ნაშრომი და მე თვითონ დამეფასებინა და მაქსიმალურად თქვათ, ჩემთვის მეტი თქვათ, რაღაცა წილი დამეტოვებინა იმ შემდგომში დაფუძნებულ კომპანიაში. შევთანხმდით მეორე დღეზე, რომ მივიდოდი და შემდგომ შეხვედრაზე ჰოლანდიელი ინვესტორის მაგივრად რაც ფაქტია, იყო ის, რომ დამხვდნენ იქ ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბატონი ირაკლი კილაურიძე, რომელიც მაშინ იქ გავიცანი, იმიტომ რომ არ ვიცნობდი მე ამ პიროვნებას და იყო GRDC ესეთი კომპანია ჰქონდათ, რომელიც იყო დაფუძნებული ოფშორულ კომპანიაში და მითხრეს, რომ ეს იყო წარმომადგენელი და ჰოლანდიელი მერე შემხვდებოდა. რაც გულახდილად გითხრათ, ცოტა მეუცნაურა, იმიტომ რომ წინა წლებში ჩვენ მქონდა 2001 იყო თუ 2002 წელი მე და ბატონ მამუკას შეხვედრა, მას ჰქონდა მცდელობა, რომ ჩემთან თქვათ შემოსულიყო ამ ბიზნესში, მაგრამ მაშინდელი წინადადება, რაც შემომთავაზა, იმდენად მიუღებელი იყო, რომ მე არ დავეთანხმე და ჩვენ ასე დავეშალე და უთხარი კიდევაც, რომ ჩვენი შემდგომი რაიმე ერთმანეთთან კონტაქტი გამორიცხული იყო. ეს რო შევახსენე მამუკას, მითხრა, რომ არა უშავს რომ ამას ყველაფერი დაალაგდება, ყველაფერზე მოუწესრიგებთ, აგერ ბატონი ირაკლი, თქვენ შეხვდებით ერთმანეთს და ისაუბრეთ შემდგომი პერსპექტივაზე და განვითარებაზე. ახლა დიდხანს თავს არ შეგაწყეთ, ჩვენი გქონდა რამდენიმე ხნიანი მოლაპარაკება, რომელიც რა თქმა უნდა დროში გაიწელა, იმიტომ რომ ღია და თამამად შემიძლია თქვა, რომ ვცდილობდი, რომ ჩემთვის უფრო მეტი სასარგებლო პირობები თქვა შემექმნა, მაგრამ მახსოვდა ამ დროს ეს გაფრთხილებაც, რაც გამაფრთხილეს, რომ ოქრუაშვილი გულმოდგინეთ თუ გულდასმით თუ როგორც არის მელოდებოდა. და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ვაკეთებდით სააქციო საზოგადოებას, იქ ამის დოკუმენტი არსებობს, რაზეც ჩამოყალიბდით, გაფორმა განზრახულობათა ოქმი და ამ 2004 წლის ბოლო პერიოდში დამეკავშირდა მამუკა ხაზარაძე და მითხრა, რომ სახელმწიფო დელეგაცია მიყავს
დიდ ბრიტანეთში, რომ აჩვენოს თუ რა უნდა გაკეთდეს ლისის ტბაზე, ანალოგი უნდა გადმოგვეტანა ან შერვუდის ტყის, ან რაღაცა ასეთი პარკები და სკვერები დიდარია ჩვენ ვიცი დიდი ბრიტანეთი და მეც ვიყავი, ასე ვთქვათ, ამ ჩასმული ამ სიაში და მითხრა რომ ხომ გეცლება, მე დავთანხმდი სიამოვნებით, რაზე ვთქვა, წავედით, ვიყავით იმ კომისიაში, იყვნენ ქალაქის მაშინდელი, ვინც მახსოვს კარგად ეს იყო მერი ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი და რამდენიმე პიროვნება თვითონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებიდან. ჩავედ დავათვალიერეთ და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ მოულოდნელად მეუბნება მამუკა რომ ის ტერიტორია რაც ჩვენ გვაქვს, ანუ რაც მე პრივატიზების შედეგად მეკუთვნოდა, იქ არ იქნებოდა საკმარისი, იმიტომ რომ მოახდინეთ ამ საკითხის განხილვა, იყო დამატებით ტერიტორიები საჭირო, რომ უფრო დიდი და გრანდიოზული გამოსულიყო ჩვენი საქმე, რაზეც მე რა თქმა უნდა წინააღმდეგობა არ გაუწია, რატო უნდა მეთქოვარი. მითხრა რომ მუშაობდა ამაზე ჯგუფი, ამ ჯგუფის თანამშრომლებს შევხვდი, სხვათა შორის იმ პერიოდში ჩამოუყავდა უკვე ამ სააქციო საზოგადოების თანხებით არა მარტო ქართველები არ მუშაობდნენ ამასთან ჩვენთან სხვადასხვა უცხო ქვეყნის არქიტექტორები, რომლებიც სხვადასხვა გეგმებს და იდეებს გვთავაზობდნენ. რახან ეს ტერიტორიების მოთხოვნა დადგა ლისის ტბის მიმდებარედ იყო ყველას მოგვეხსენება მცხეთის რაიონის სატყეო მეურნეობის ტყეები და საჭირო გახდა მაშინ რომ გამოსულიყო განკარგულება მიიღო პარლამენტის კანონი ამ ორი წრის შესახებ, სატყეო ფონდთან მიწების ამ ორი წრის შესახებ. ეს პერიოდი ჩატარდა, მიმართეს მაშინ ოფიციალურად სააქციო საზოგადოების წევრებმა, ასე ვთქვათ, ბატონ პრეზიდენტს წარუდგინეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩართული იყო მთავრობა, ჩართული იყო მერია და მიიღეს გადაწყვეტილება 2006 წლის ივლისის თვეში გამოვიდა პრეზიდენტის განკარგულება, რომ ამ ორი წყულიყო მიწები და გადასულიყო სააქციო საზოგადოების ხელში ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც მე ეკონომიკის სამინისტროში ისედაც მეკუთვნოდა, თქვა, პრივატიზების სახით, განკარგულიყო ჩემზე და ოღონდ ყველაფერზე იყო, რა თქმა უნდა, პირობა ჩადებული. მე ახლა აქვე თამამად შეგიძლია გითხრათ, რომ ის რაც იყო ჩადებული რამაზ ახვლედიანის მიმართ ამ ბრძანებულებაში, მე თითქმის კი არა ყველაფერი შესრულებული მქონდა. იქ იყო ტბა შევსებული იყო, გათევზიანება, მისი ეკოლოგიური მდგომარეობა. ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები მეც მაქვს და შემიძლია წარმოგიდგინო, თუ არა გარემოსდაცვის სამინისტროში ყველაფერი ინახება ეს დოკუმენტაცია. და ვადა მქონდა 2006 წლიდან 2014 წლის ბოლომდე. ეს ყველა პირობა შემესრულებენ. ანუ ჩავთვალეთ, რომ თითქმის სახელმწიფოსგან უკვე პრეზიდენტის განკარგულებით მიწები გადმოცემული იყო და ასევე იყო საუბარი მიმდებარე ტერიტორიები, რომელიც თქვი დაახლოებით ეს იყო 300 ჰექტრამდე ტერიტორია იმისი ვალდებულებების შესრულებაც. მე ახლა უკვე გადავალ იმ საკითხზე და თუ რამე კითხვები გამომარჩევ, ცოტა ვღელავ და შეიძლება რაღაც საკითხები გამომრჩეს. იყო ასეთი რამ, რომ 2006 წელს ეკონომიკის სამინისტროდან კიდევ ერთხელ მომივიდა დამატებით მოთხოვნა, რომ წარმედგინა მერიიდან თუ რა ღირდა 1 კვადრატული მიწა, ანუ ნორმატიული ფასი, რომელიც წარუდგინდა კიდევ ერთხელ მიმართე, ეს იყო დაახლოებით აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისი. რომ მე მზად ვიყავი გავომესყიდე, ეს რა თქმა უნდა მამუკასთან შეთანხმებული იყო ეს ჩემი მიმოწერაც და ყველაფერი და გაუგზავნე წერილი, რომ მე მზად ვარ გამოვისყიდო ეს 63.5 ჰექტარი მიწა, რომელიც 98 წლამდე ფაქტიურად იყო დაკავებული ამ ლისის ტბის ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ესე ერქვა. ერთი თვის შემდეგ დაახლოებით, ანუ რაღაც ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის და უпростоრად სექტემბერში ფინანსური პოლიციიდან დამერეკეს, როგორც მე აღმოაჩინე, იმიტომ ტელეფონზე არც რო უპასუხებით ხარ, ვარ ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი და ჩემთან უნდა გასაუბრება ლისის ტბის საკითხებთან დაკავშირებით. პირველად ჩავთვალე, რომ ვიღაც ალბათ მეგობარი, რომელმაც მან შეიცვალა და რაღაც აღარ მიბარებს, რაღაც ესეთი მოულოდნელობა იყო, მაგრამ მეორედ მითხრა მკაცრად, რომ იცი რა, არაფერი არ გვეხურე, მოგზანდებით, საათ დამენიშნეს, დრო დამენიშნეს, მივედი
და მომთხოვეს რომ იცით რა ჩვენ გვაინტერესებს თქვენი საკითხი ამ ლისისტვის გარშემო მიზეზად მოვიდოს რომ ძალიან ბევრი კომპანია არის ლისისტვა და ჩვენ გვინდა შევისწავლოთ რამე ხომ არ არის აქ რაღაც სხვა ინტერესები მე დავთანხმდი და დაწყებული პრივატიზაციის დოკუმენტებიდან დამთავრებული თუ რამე მქონდა რამდენიმე დღის შემდეგ წარუდგინე და დაიწყეს შესწავლა. ეს იყო მაშინ თან გამიკვირდა, იმიტომ რომ განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი უფრო სამართლოს უფროს თუ არ ვწდები, იყო ხიზანიშვილი, სახელი სამწუხაროდ აღარ მახსოვს, უბრალოდ რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. მან მითხრა რომ იცი რა რამაც ჩვენ ეს საკითხები ისე კარგად აგვაქვს შესწავლილი, აი ესე გვაქვს ტომები შედგენილი, აქ საკითხი სულ სხვა რამეში დგას. მოკლედ გამომიცხადა რომ უნდა მეფიქრა ჩემ ბიზნესის დათმობაზე სახელმწიფოს სასარგებლოდ. რაზედაც მე ვარ ევთხარე, ნუ რატომ კაცო აგერ პრეზიდენტის ბრძანებულება, ეს კომისია რაც მანამდე იყო თქვა დოკუმენტებს ამას სწავლობდა, ისე ხო არ გამოიცემოდა თქვა პრეზიდენტის განკარგულებები და მთავრობის დადგენილება. ყველაფერი მე წესრიგში მაქვს და თანაც ასე მოთხოვნა მე ვთხარ რომ მეუნები დაბა დოკუმენტები წარმოვიდგენთ ოფიციალურად წერილი მაინც გამომიგზავნოთ მეთქე რომ ეს დაბარება ჩავთვალო ოფიციალურად და საჭიროების შემთხვევაში ან ადვოკატით მოვალ ან თქვა ჩემი თანამშრომლებით რომლებიც ყველაფერს აგიხსნიან ამ საქმესთან დაკავშირებით ნუ მითხრა ეს საკითხები არავის არ აინტერესებდა რომ ჩემზე იყო რაღაც სისხლის სამართლის საქმე აღძრული და კარგად დავფიქრებული იყავი და აი ამის შემდგომ დაიწყო ის კოშმარი, რასაც ქვია, ნუ კოშმარი, რომელიც ნახევარმა საქართველომ ზოგმა ჩემზე მეტი გადაიტანა, ზოგმა ჩემზე ნაკლები, მაგრამ ნუ დაახლოებით ერთ დღეში ვიყავი, კიდევ ამობ ის სისტემური დანაშაული, რასაც ქვია. იმიტომ რომ თქვა, როცა მელაპარაკებოდა ხიზანიშვილი, თქვა გავიდოდა კაბინეტიდან, შემოვიდოდა რამდენიმე გაურკვეველი პიროვნება და იწყებოდა ხან ქუჩური ასე თქვათ დამუშავება ჩემი ხან ვითომ მოფერებით ხან და ეს გრძელდებოდა დაახლოებით თვეზე მეტი თან ამასთან ერთად მე მინდა მოგახსენოთ რომ მომთხოვეს ინვენტარიზაცია ეს დოკუმენტები კი გაქვთ წარმოდგენილი და კაიო კი ბატონო ყველაფერი წესრიგშია მაგრამ აბა ეხლაო ეს ყველაფერი არისო იქო თუ არ არისო ჩვენ ესო ინვენტარიზაცია ჩაატარე და წარმოგვიდგინეო მომოჯერ გამეცინა იმიტომ რომ 98 წელს როცა პრივატიზებაზე იყო გამოტანილი ეს ობიექტები და მცირეფასიანი ინვენტარი ჩათვალეთ რომ ყველაფერი თითქმის ამორტიზირებული იყო მაგრამ ნუ მე გამიმართლა იმაში რომ ეს ყველაფერი მართლა შემონახული მქონდა ვალვასრულებდა შემოვალეობებს და ინვენტარიზაცია დადასტურდა რომ ყველაფერი ასე ვთქვათ ქონება ადგილზე იყო მაშინ მითხრა რომ ჩვენო სხვა გზა არ აგვაქვს, სხვა მეთოდებს უნდა მიმართოთო, ნუ როგორც ხდება რომ ამიხსნეს რომ ყავს ხან შვილებზე მესაუბრებოდნენ, ხან ოჯახზე, ხან ჩემს პირად ცხოვრებაზე რომ თავს იღუპავ, ხლა არ ვიცი ამაზე შეიძლება ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ ბევრი ვერაფერი სასიამოვნო არც მოსასმენია და მე თუმცა ჩემს ას გასახსენებელი, უბრალოდ როცა ყვები ეს რაღაცა თითქოს წამებში და ეს ჩემი წამება კიდე გრძელდებოდა დაახლოებით ხო გეუბნით 2-3 თვე და იმას მნიშვნელობა არ ქონდა ვიყავი თქვათ მათთან თუ არა შეტელეფონი დამერეკავდნენ აბა რაკენი აბა რაშვები აბა როდის მოხვალ და ასე შემდეგ ბოლოს 2004 წლის 4 ნოემბერი ამას ხას 6 წლის 4 ნოემბერი ხას უსმევ იმიტომ რომ ეს იყო შაბათი დღე ახლა ინფორმაციისთვის იმ დღეს მივდიოდით რაღაც ახლობლის ქორწილი იყო და ყველა კარგი განწყობით რა თქმა უნდა და ახლობით 10 საათის მიერეკავდნენ რომ მომთხოვეს რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავი მასთან ფინანსურ პოლიციაში დილის ალბათ 10:30-დან 10 საათამდე რა ეს მზადებაში ვიყავით იმიტომ რომ 11 საათზე კარგად მახსოვს ეს დღე ახლა მით უმეტეს ისეთი რაღაცები დაემთხვა რომ იმას რა დამავიწყებს მითხრეს რომ უნდა მე ვუთხარ რომ იცით რა ძალიან გთხოვთ მეთქი რა დღე შაბათი დღეა თან ესე ქორწილში მივდივარ და თუ მაცლით ორ შაბათს გიახლებით მეთქი და იქ ისეთი ამბავი აყლა ტელეფონიდან რომ მე მგონა რაღაც სახელმწიფო დანაშაული ჩავიდინე თუ არ მოხვალ მე ჩვენ ვიციდან როგორ წესი წავდათ მიყვანის და მოყვანის ახლა არ გამიგო სხვანაირად მაგრამ მე რო დღეს უყურებ აი კომისიაზე არ მივალ პროკურატურა დაიბარეს არ მივალ თვითონ მოვიდეს ეს არა ეს რომ გამებედა ალბათ დღეს ჩემი ალბათ სახელი და გვარიც აღარ იქნებოდა დარჩენილი რა თქმა უნდა მივედი და პირდაპირ იქ დამხდნენ რამდენიმე ადამიანი რომლებმაც ერთ-ერთი იყო გამომძიებელი ჩოხელი რომელმაც მითხრა რომ მე შენ ახლა დამკითხა მოკლედ ეს ახლა სწორად ვამბობ ტერმინს და ნუ რაღაცა
დაკითხვის პერიოდი გაგრძელდა 3-4 საათი, სადაც შიგადაშიგ რა თქმა უნდა იყო იმაზე ლაპარაკი, რომ აი ეხლა შენ უკვე გამზადებ ეტაპისთვის და რომ იცოდე და ამიტომ სანამ რაღაცა იქნება, აუცილებლად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ახლა ისე მოხდა რომ შევედი იმ დღეს არც ტელეფონი რატომაც არ გავამართვეს, სადაც ხელზე მეკიდე თქვა ძალიან ეჩქარებოდა, დაცვამაც აღარ შემამოწვა, ალბათ იმენჯერ შევდიოდი გამოდიოდი თანამშრომელი თუ ვეგონე და შემოვიდა მოადგილე ვარო ესე გამეცნო გელოვანი კეზერაშვილის მოადგილე და ნუ საკმაოდ რაქნაო დაწერაო განცხადებაო და იმგენმა რომ ოთხეს არა თავს იკავებსო, ნუ ამაზე აღშფოთ და დაინახა მოხსენით ეხლავე ტელესახლის ხელიდან საათი, წაართვით ტელეფონი და მომთხოვა რომ გამოყოლოდი გვერდზე ოთახში. ვიფიქრე ალბათ დასაპატიმრებლად ან რაღაც ესეთი ის იქნება და ნუ რა თქმა უნდა დაემორჩილე მოიხსენე საათს ტელეფონის გადავიცი, გავყევი. აღმოჩნდა რომ იქ უკვე ყავდათ დაბარებული ყოფილი ქალაქის არქიტექტორი დავით ახვლედიანი, ახლა არ ვიცი გახსოვთ არ გახსოვთ, რომელსაც ნუ რაღაც იმ პერიოდში იყო ქალაქის არქიტექტორი და ნუ თავისთავად ხელი ქონდა რაღაც დოკუმენტებზე მოწერილი. ახალი გამოსული იყო ციხიდან და მითხრეს რომ აი უყურე ამ კაცო ეხლა ამას აქედანვეო დავაბრუნებდო ციხიშიო. ჩავმითვალეს და მაჩვენესია კიდევ ჩემი ოჯახის წევრების და ეს რამდენიმე არ იყო შემიძლია თქვა რამდენიმე ათეული კაცი იყო, ასაც შეისწავლეს ესე კარგად, ბავშვობის მეგობრიდან დაწყებული ნათესავი, აი ეს ყველას დავაპატიმრებთ და მე შენ წახვალ ციხეში და აუხსენი ამ ხალხს რომ რატომ ზის ან უკაცრავად თქვენთან მაგრამ დანგრეული აბანოს და დამშრალი ლისტისთვის შეეწირნენ და შეეწირებიან და ხომ იცით რომ ამის გამკეთებლები ვართო თანო მითხრა კეზერაშვილმა ისიც მითხრაო თუ შენ დღეს ღამის 11 საათამდე არ გექნებოდა დაწერილი განცხადებაო შენთან ერთად მეც დავამპატიმრებს და არა მაქვს სურვილი შენ ხო იცი რომ გამკეთებელია ამისიო და ამიტომ მეო მირჩევნიო და ყველაფერს გავაკეთებო რომ შენ ეს განცხადება დაწერო. ამას გეუბნებათ დავით კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი გელოვანი, რომ მეც დამაპატიმრებს კეზერაშვილს. ნუ ასეთი ბრძანება არისო გაცემული ის და ძალიან გაჭიანურდაო რომ ნუ ასე თავხედობა ეხლა ნუ რახან დეტალებში როგორ ყოფნისო რომ შენ ხო იციო მიხეილ სააკაშვილი არის ამ საკითხით დაინტერესებული, კეზერაშვილს დაავალა და ასეთი რამ ჩვენთვისო ამდენი ხანი არავის არ გაუბედიაო რომ და ახლა კარგად გექცევოდით, ანუ კარგად მოქცევას ეძახოდნენ, ნუ თქვათ იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ეხლა ნამდვილად ვერ ვიტყვი რა ცემდნენ, ან რაღაცა, მაგრამ ნუ სტრესი მქონდა, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა ეხლა შვილები მყავდა 13 და 15 წლის ბავშვები, გოგოები და ნუ იმათზე აი ეს გადაკვირთ, ეხლა პირდაპირ ხო არ მეტყვი, გადაკვირთ და იქ ცოლი ყავს და ჭკუაზე მოდი და ნუ ასე შემდეგ. ეხლა ერთი მაგალითი ის იყო, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე, როცა მიდიოდი, მანქანას ვაჩერედი ფინანსური პოლიციის გარეთ ავტოსადგომი იყო. იქ ახლა მეგობარი მომყვებოდა, რომ მეთხოვე რომ ყველაფერი ხდება და არ გააღონ რამე არ ჩადონ და შემდგ შორი ახლოს იყავი მანქანასთან უგაჩერდე თუ რაღაც ესე შეხვდე, მაინც სურათები გადაიღე რომ მომავალში გავამადგებათ რაღაც და მითხრეს იქ რომ შენი მეგობარი იტუზებაო შენ მანქანთან ბოდიში გამოთქმაზე. შენ ხო არ გონიაო რამის პრობლემა გვაქვს. ჩავალთ ეხლაო. მაგბიცო მანქანის მოპარვას კიდევ ჟარგონს ვიხარ, რაც მითხრეს ისე უნდა და შევტენითო. მე შენი მანქანიდან გასაბერტანს გადმოვიღებთ, გავასრულებთ და წახვალთ იარაღის გაყიდვის მუხლით ციხეზეო. იმასაც გეტყვით რომ გაფრთხილებული ვიყავი და ისე დაკითხვებს და იმას რომ მივდიოდი, ახალ პიჯაკებს ვაკ ამოკერილი ჯიბეები და ამ შემდეგ და წყალს არ ვსვამდი და ნუ რაღაცებს ვარდები თავს რომ მე რამე შარში ისეთი არ გავხვეულიყავი, რომელიც თქვათ მე უფრო და უფრო ძნელი გამოსასწორებელი იქნებოდა. მოკლედ ამდენი ერთმანეთთან ბრძოლით და იმით რომ მივხვდი რომ სხვა გამოსავალი არ იყო და თავსანმანებდნენ და თვითონაც უკვე მათი განწყობა იყო, ნუ ბოლო-ბოლო დავთანხმდი რომ მეთქი დავწერ მეთქი მაშინ ამ განცხადებას, მაგრამ ვის სახელზე თქო და რა ფორმა უნდა შევარჩიო თქო და შენ არ ნერვიულო ჩვენ გიგარნახებთო და დამაწერინეს რატომღაც გიგი უგულავას სახელზე და მთავრობის სახელზე და არა იმ ადამიანზე პრეზიდენტზე მყავს ხედულობაში რომელმაც ეს განკარგულება გამოსცა და ну, в общем, საერთოდ ჯამში რო არ მინდოდა თქვათ ეს ჩემი ქონება, რაღაც ვალდებულებებს ვერ ვასრულებდი
და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ დროს პრეზიდენტს განკარგულებით სულ არ მქონდა არაფერი გაკეთებული 2014 წლის ბოლომდე მქონდა ჩვენ ვადა და ჩემი ეს განცხადება დაეწერა 2006 წლის 4 ნოემბერს ბრძანებულება გამოცემულია 2006 წლის ივლისში ანუ ამას რაც მინდა ხაზი გაუსვა დრო იმდენი მქონდა მით უმეტეს ყავდა ასე ვთქვათ ჩვენ პარტნიორები სააქციო საზოგადოება რომელიც ჩამოვაყალიბეთ იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი მამუკა ხაზარაძე საკომისიო კომისიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბადრი ჯაფარიძე მე მოადგილე ვიყავი აქ-ამაკ დოკუმენტები რომ წარმოუდგენილი და წარმოგიდგენ თქვენს თუ საჭირო იქნება რომ საბანკო ანგარიშზე $2 მილიონ მეტი გვედო კიდევ შემოსატანი ქონდა ხაზარაძეს $500,000 მეტი ყავდა პარტნიორები IFS, BRD, TBC ბანკი, GRDC და ის უცხოელი ინვესტორები რომლებიც სააქციო საზოგადოების წევრები იყვნენ და ასე ამას რატო ვამბობ რომ ანუ ჩვენ თავისუფლად შევძლებდით ამ ყველაფერი ვალდებულებების შესრულებას როგორც იყო თქვა ჩადებული პრეზიდენტის განკარგულებაში მაგრამ ეთყობა ან ზედმეტად ჩამთვალეს უკვე ან ცოტავად იქ ჩემი თქვა თუ თავიანთი წილი თუ როგორც ქვია და ამიტომ მაიძულეს კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ეს ყველაფერი იყო ჩემი ნების საწინააღმდეგო დაწერილი განცხადება ერთადერთი ესე ჩაწერაც თქვა მათთან შეთანხმების გარეშე შევძელი და ეთყობა ესე ეჩქარებოდათ იმიტომ რომ უკვე რაღაც 10 საათი შეიძლება 11-ისკენ იყო ამ განცხადების დაწერა რომ დავიწყე აღარ წაუკითხიათ ისე იმას ქნეს რომ იქ ჩაუწერე რომ ხოლმე და გიბრუნებთ ყველაფერს ნუ შინაარს ვამბობ კომპენსაციის სანაცვლოდ ანუ ეს იყო პირობითი მომეცით რაც მე დახარჯული მაქვს და კი ბატონო თქვა იძულებული ვარ დავთმო ეს პროცესი აქვე მინდა აღვნიშნო ესე იგი იმდენად მოლოდინში იყო ჯერ სადღაც ღამის პირველ საათამდე არ ვიცი რას აკეთებდნენ ალბათ ეგეც წამების ერთ-ერთი მეთოდი იყო იქ ყავდით კაბინეტში გამოკეტილი და ალბათ პირველიდან 2 საათი ესეთი ფარგლებში ვაკეში ჭავჭავაძეზე ნოტარიუსი იყო ქალბატონი ციური ბერიძე იმასთან ჩამისვეს თავიანთ მანქანაში და წამიყვანეს სადაც გაფორმდა რა თქმა უნდა ეს ჩემი დაწერილი განცხადება და იმ ადამიანმა ალბათ შემატყო რომ ნოტარიუსი მყავს ხედულობაში რომ ნერვიულობდი და მითხრა რომ რამაზონ ნერვიულობთ ვარ ბოდიში ბატონო რამაზონ მიმართ ვარ შეშლია თქვენო ხართო დღესო მე-15-ო და ხიზანიშვილს მიუტრიალ და ის გითხრა რომ საათ ყოველობ ამდენ პატრიოტს რომ ასეთი სიხარულით მოდიან და ნოტარიულად ამოღრმებენ აქ ხელშეკრულებასო ეს ღამის 2 საათზე ხდება ბატონო? აი, ღამის 2 საათი შეიძლება 2 წუთი, ნუ აი ესე ღამის გვიანი ღამე იყო. ნოტარიუსი ციური ბერიძე, რომელიც გაკვირვებულია ღამის 2 საათზე 15 პატრიოტი დღეში სად იპოვეთო? ხო, ნუ ახლა ნუ ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ცინიკური განცხადება, ბატონო? ირონია იყო გასაგებია, მაგრამ ილამდე კიდე გვაქვს, ხო? კი, არ ვიცი ახლა მე მაგრამ თვითონ იქ იყო. მე რო წამოვედი დარჩა აშკარად. და საქმე იმაშია რომ მე იქინა რომ გამომიყვანეს ისე მე ვთქვი თავისუფალი ვარ შემიძლია წავიდე მეთქი არა ჯერ უნდა წამოხვიდე ისე მოკლედ დამაბრუნდეს ფინანსურ პოლიციაში იქაც უკვე ასეთი თემა იყო რომ ჭკვიანად უნდა ყოფილიყავი რომ არაფერი ზედმეტი მოძრაობა არავისთან არაფერი მით უმეტეს ტელევიზია და განსაკუთრებით ოპოზიციის არ მიმართა თორე ეს სისხლის სამართლის საქმე რომელიც დღემდე არ ვიცი რა არის არ რატო აღძრეს არ წარმოუდგენიათ ჩემთვის არაფერი ამუშავდებოდა და მივიღებდი იმას რასაც სხვა ვერ გადაურჩა მოკლედ ანუ ციხეში გაშვებას სახში რომ დავბრუნდი და ახლობთ ალბათ იქნებოდა 4-5 საათი იმ პერიოდში იმ დღეს ხო ასე რომ შემიძლია გითხრათ რომ საკმაოდ ისეთი დღე იყო რომელმაც ნუ არა მარტო ფინანსურად დაატყო ჩემს მდგომარეობას ფიზიკურადაც მე ეთყობა თავიდან იმ ეტაპზე ვერ უძნობდი და რაღაც პერიოდის შემდეგ დღემდე უკვე გულის წამლებს და წნევის წამლებს და ასე შემდეგ სვამდა ყოველდილით რო არ დამავიწყდეს ჩემ მეუღლე გასვლისას კარებში მელოდება და მაწვდის ხელში რომ რამე არ მომივიდეს უკაცრავად გამოთქმაზე. ხო, ყველაზე მთავარი იცით რა არის? ამის შემდეგ აი ცინიზმი კიდევ ერთ-ერთი და თვალყურს რომ ადევნებდნენ,
2010 წელს თუ არ ვწდები, ბანკიდან მირეკა, იმიტომ რომ ჩვენ ლისის ტბაზე ჩვეულებრივად ვაგრძელებდით. ეხლა თქვენ არ იფიქროთ, რომ იქ თქვა მე მოვიდნენ, ჩემგან მიღება ჩაბარების აქტით გადაიბარა სახელმწიფო მქონება, კომპენსაციაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. ეს ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც ჩემი დაფუძნებული იყო, მას ჰქონდა ლიცენზია ტბაზე საკურორტო წყლის ამოღების გარეშე და მქონდა გარემოს დაცვითი ნებართვა კიდევ კათევზიანებასთან დაკავშირებით და შემდეგ სპორტული თევზჭერის მიზნით და ასევე სააქციო საზოგადოებაც ჩვეულებრივად აგრძელებდა იქ მუშაობას, იმიტომ რომ დოკუმენტურად შემიძლია წარმოგიდგინოთ 2008 წელს, როცა ქონება 2006 წელს ასე ვთქვათ, ჩამოგვართვეს, თუ ბრძანებულება გააუქმა პრეზიდენტმა, ბატონ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით ჩამოიყვანეს უცხოელი, თუ არ ვწდები ლონდონიდან, ვინმე ფილიპსონი, დირექტორად დავნიშნეთ, დაინიშნა და აგრძელებდა ამ ლიზბის განვითარების პროგრამაზე მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში დირექტორი 2008 წელში თუ შეჩერებული იყო და ამიტომ ფიქრობდა, მე მქონდა სხვათა შორის საუბრები მამუკასთან იმ პერიოდშიც, ერთ-ერთი ყველაზე უკვე მისი შეწუხება რომ რაღაცი დამხმარებოდა, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ მას ახლო ურთიერთობები ქონა ზემდგომ სტრუქტურის წარმომადგენლებთან, თხოვე რომ გარკვეულიყო. და ბოლოს მან ასე მიპასუხა რომ შენო წადიო იბრძოლეო და კონსტიტუცია დაგიცავს იჩივლეო სასამართლოში და ამით მივხვდი რომ ის ახლა ასე ვთქვათ ჩემს დახმარებას ნაკლებად შეეცდებოდა და მე მასთან მე ვთქვათ აი ამ საკითხზე საუბარი რომ მამუკა გაერკვია რაღაც ესეკენი ან ხელი წამკარი ან მიშველი ესეთი არ ქონია. ქონდა კიდევ ასეთი შემთხვევა რაც ყველაზე ჩემთვის იყო ასე თქვა შოკის მომგვრელი 2010 წელს როგორც მოგეხსენებათ მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ჰოლანდიელი ვახსენე ბობ მეიერის მიერ შექმნილ შეპესე ლისი ლეიგ დეველოპმენტს პირდაპირ მიყიდვის წესით გადასცა ჩემზე ჩამორთმეული ქონებაც და ის რაც იყო ლისის ტბაზე განკარგული. მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი პირობებით იქ არც ლისის ტბის გადარჩენაზე იყო და მის ეკოლოგიურ მდგომარეობას ვალდებულება, არც საბაგირო ქონდა ჩვენ ასე ვალდებულობაში ლუცუბიძის პლატოდან ამოდიოდა ზემოთ და ესეც მოუხსნა, ანუ მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამარტივდა მათთვის ეს შემდგომი ბიზნესი და გარდა მაგისა, მე როგორც აღნიშნე სატყეო ტერიტორიებზე მხოლოდ და მხოლოდ შეიძლებოდა კანონი იყო ესეთი განვითარებულიყო სარეკრეაციო მიზნით, როგორც ხედავთ, მიეცა მაშინ უფლება, რომ ბინამჩენებლობისთვის გამოეყენებინა და რასაც წარმატებით ახორციელებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, ახლა ეს მისი საკითხებია. უბრალოდ მე გამაღიზიან ერთმა რამ 2012 წელს, როცა ეს უკვე ქონებაც გადაეცა, როცა ეს დაპირებების აღარ იყო საჭირო რამაც ნუნერვიულო ჩვენ ისევ ერთად რამე შეძლებ, მის წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ეს რაც წეგან აღნიშნე ლიცენზია ტბის თქვათ ტბაზე რომელიც ქონა და გარემოს დაცვით ნებართვა გადამეცა იმ კომპანიისთვის რომელიც თქვათ მათ შექმნეს და ის გააგრძელებდა შემდგომში მუშაობას რაც გამიკვირდა და უთხარი მამუკა რა თქონდა ყველაფერი წამართვეს დამჭა ერთი ეს ლიცენზია რომელთაც აქ შემიძლია რომ ვისარგებლო და ვითანამშრომლო და შემდგომ განვითარებაზე ვიფიქროთ ხოდა ну გაეცინა და მითხრა რომ ну არაუშავსო ჩვენებთან დაილაპარაკეო და ნახეო და ამ დალაპარაკებაში უკვე მეილიც კი მომივიდა შემდგომში რომ ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს და გთხოვთ წარადგინოთ თქვენი დოკუმენტაცია გარემოს დაცვის სამინისტროში რომ შემდგომში გადაეცხვეს სხვა კომპანიას. ну შემდგომში ალბათ უკვე სხვა საკითხებია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფაქტორი ის არის, როცა 2012 წელს მე მივმართე პროკურატურას, ხელისუფლების შემდეგ ასე ვთქვათ, ცოტა დავწყნარი და გული მომეცა, მივმართეთ განცხადებით და ასევე შევიტანეთ სასამართლოში პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილაცნობის შესახებ, იმიტომ რომ იქ როგორც ადვოკატებმა მითხრეს, უამრავი დარღვევა იყო, სხვას თავი დაანებე ეს განკარგულება მე არც ჩამბარებია როგორც ფიზიკურ პირს, ჩვენ ერთვის ვადაში გავასაჩივრეთ და როგორც სასამართლომ ჩათვალა, რომ როგორც დღევანდელი ქონების მეპატრონე მესამე პირად მოიწვიეს ლისი ლეიგ დეველოპმენტი, რომელმაც გამოაგზავნა
თავის წარმომადგენელი რა თქმა უნდა სასამართლოში და იმ ყველაფერს თუ რამე მქონდა გაკეთებული, შეწყიდული, მანამდე ჩვენი ნაშრომი ხაზი გადაუსვა და ანუ მის მაგერად ჩვენ ერთად გვებრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის, იმიტომ რომ ჩემთან ერთად მაშინ ის სააქციო საზოგადოება და ის წევრების დაზარალდნენ, ხო, თავისთავად. ეხლა როგორც ამბობს რომ ანაკლი AS-ის შემდეგ და ინვესტორები, ის ინვესტორები არ იყვნენ, მე ადამიანი არ ვიყავი, მე ვიფიქრე მქონდა მცდელობა რომ ერთად წავიდეთ და ის პრეზიდენტი ბრძანებულიო ბოლო-ბოლო ის მაინც თქვა რომ სულელები არ ვიყავი და ჩვენი ნებით არ ვაბარებთ, ხო, ამ ხელა ქონებას ბოლო-ბოლო გავყიდით მინიმუმ, ხო, როგორც ბიზნესი ითვალისწინებს. წარმოვიდგინეთ რომ დაიჭირა ასე თქვათ ჩემი საწინააღმდეგო მხარე და ყველაფერზე ცდილობდნენ რომ ის რა დოკუმენტებსაც მე წარვადგენდი ან თქვათ მათაც იცოდნენ რომ ფაქტი დაედასტურებინათ ყველაფერს თქვათ საწინააღმდეგოს ასრულებდნენ და ამიტომაც შემეპარა ასე თქვათ განმიმტკიცდა არ ვიცი როგორ თქვა ის ეჭვი რომ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ან ერთ-ერთი მაინც თუ მთავარი არა იყო თვითონ მისი და მისი მეგობრები, იმიტომ რომ ვინც ისარგებლა ამ ჩამორთმეული ქონებით და ვინც მიიღო საბოლოო ჯამში და კიდევ უკეთესი პირობით და ბევრად უფრო ნაკლებ ფაში, თუ არა შეუძლია უკვე თქვენ კომისიას გადაამოწმოს, არის ბატონი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი. გასაგებია. ბატონო რამაზ, დიდი მადლობა ამ თხრობისთვის. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ თქვენი ნებართვით და შემდეგ სხვა წევრები გააგრძელებენ. თქვენ თავიდან ბრძანეთ, რომ როდესაც მამუკა ხაზარაძე დაგიკავშირდათ და ესე ვთქვათ, პარტნიორობა შემოგთავაზათ, იქ იყო საუბარი ჰოლანდიელ ინვესტორზეც. თქვენ დიდად ასე ვთქვათ, სხვა პარტნიორს თქვენს ბიზნესში არ ეძებდით იმ დროს და თავიდან თითქოს ესე თქვით, რომ უარიც უთხარით თანამშრომლობაზე. იმ ეტაპზე საერთოდ ბიზნესში რაც უფრო მყარად დავდგებოდი, რა თქმა უნდა, პარტნიორები და ინვესტორები ყოველთვის საინტერესონი არიან, მაგრამ კიდევ მეორებ პროექტი, რომელიც უკვე გამზადებული იქნება, დამტკიცებული მინიმუმ ვამბობ და შეთანხმებული ქალაქის მერიასთან ერთიანად მაგხელა ინვესტორს მე არც განვიხილავდი, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპზე არ ვფიქრობდი, მეცოდინებოდა, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე მქონდა მე ძალიან ბევრი ბიზნესმენთან შეხვედრა, რომელთაც სურვილი ჰქონდათ ასე ვთქვათ, რომ აი ვთქვათ, მოდი მე ვთქვათ რაღაც სტადიონს და სპორტულ კომპლექსს ავაშენებ. ვთქვათ, ვიღაცას უნდა კაფე-ბარი, ვიღაცა სასტუმროები და ეს ყველაფერი იმ პროექტში იყო ჩადებული. და მე მანამდე არ ვაძლევდი თანხმობას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, უნდა მცოდნოდა, თქვათ, სად რა აშენდებოდა, თუნდაც მინიმუმ მე შემდგომში ერთმანეთს. მაგრამ კონკრეტულად ეს მამუკა ხაზარაძისგან წამოვიდა ეს შეთავაზება? თუ ვის შეხვდით? ბოლოს როცა არა, ხომ მოგახსენეთ, ეს იყო ბატონი თემურ ქურხულის კაბინეტში, გადმომცა დანაბარები და მეორე თუ მესამე დღეს, როცა უკვე უთხარი რომ შემხვდეს ჰოლანდიაში. კი ბატონო, ესე იგი თემურას ქურხული, რომელიც იყო ვიცე-მერი ქალაქის, გეუბნებათ, რომ პირველს, ანუ სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ თქვენს ბიზნესში დაიამხანაგოთ პარტნიორად აქციოთ ჰოლანდიელი ინვესტორი. ამის შემდეგ თქვენ უკვე რა კი გიხსენეს, რომ პირველის სურვილია, რა კი ვიცე-მერი შეგხვდათ, თანხმდებით ჰოლანდიელ ინვესტორთან შეხვედრაზე. არა, მანდ იყო ასე, ოქრუაშვილს რო არ შეხვედროდი, მაგიტომ უფრო დავთანხმდი. დაგემუქნენ, რომ აგერჩიათ ჰოლანდიელ ინვესტორს შეხვდებით თუ ოქრუაშვილს. ამ შემთხვევაში მითხრეს, რომ მე ამ ქონება საერთოდ დავკარგავდი. კი ბატონო, და თქვენ არჩიეთ, რომ შევხვდებიო, იფიქრეთ, რაღა ოქრუაშვილს ველაპარაკო და ბედურება აუტეხო ჩემ თავს და აღმოჩნდეთ ციხეში, მოდი შევხვდები ჰოლანდიელ ინვესტორს. ასე წაბრძანდით ჰოლანდიელ ინვესტორთან შეხვედრაზე, სწორად ყვები? რომ იბრძანდით, ვინ აღმოჩნდა ეს ჰოლანდიელი ინვესტორი? ჰოლანდიელი ინვესტორი იმ დროს არ იყო იქ. აღმოჩნდა ეს, რომ არ არსებობს. არა, არსებობს. ეს არის ბობ მეიერი, რომელიც იმ შეხვედრაზე არ იყო. ეს არის მამუკას ერთ-ერთი პარტნიორი თითქმის ყველა ბიზნესში. ცნობილი პარტნიორი, კი ბატონო. რომელიც, როგორ გითხრათ, შევხვდი კი არა, სანამ არ გავაფორმეთ ჩვენ ის განზრახულობა და უქმი არც გამოჩენილა.
მაგრამ შეხვედრაზე ვინ დაგხვდათ ჰოლანდიელი ინვესტორის შეხვედრაზე დამხვდა ბატონი მამუკა ხაზარაძე, ანუ მეორე მხრიდან და GRDC-ის დირექტორი ბატონი ირაკლი კილაურიძე. კი ბატონო. აქ ჩნდება პირველად ხაზარაძე თვალსაწიერზე მას მერე რაც თქვენ დაგემუქრენ რომ თუ არ გინდა უქრუაშვილთან საუბარი ელაპარაკე ჰოლანდიელს და ხაზარაძესო რეალობა ეს არის. ამის შემდეგ თქვენ უკვე მოყევით გვიამბეთ ფინანსურ პოლიციაში გატარებული არაერთი საათი. აი ამ დროს, როდესაც თქვენ რამდენიმე თვის განმავლობაში გატარებენ ფინანსურ პოლიციაში, გემუქრებიან შვილების ოჯახის უბედურებით, გაჩვენებენ ათეულობით ახლობლის სიას და გეუბნებიან რომ ასე თუ არ იქნება, ისე იქნება დათმე შენი წილი, ასე ვთქვათ, ბიზნესში სახელმწიფოს სასარგებლოდ. თქვენ მიმართეთ ბატონ მამუკა ხაზარაძეს როგორც პარტნიორს და რეალურად ხელისუფლების წარმომადგენელს. რა თქმა უნდა მიმართე მინიმუმ რომ დამეხმარე. როგორც პარტნიორი უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში. პირველად როცა რომ დამირეკეს სანამ ფინანსურში წავიდოდი, ჯერ მამუკასთან შევედი კაბინეტში, ჩვენი ოთახები ჩვენსგან შორის არ იყო და ჩავაყენე საქმის კურსში, რომ მე მიბარებენ ფინანსურ პოლიციაში და შენ რომ მიცოდე მიდიო გაერკვიო მითხრა და რომ მოხვალო მითხარიო. ამის შემდეგ ყოველი ჩემი დაბარების მერე მე ვნახულობდი მამუკას სახლშიც ვიყავი მსული როცა გვიან საღამოს გამოვიდოდი ვთქვათ ოფისში მის კაბინეტშიც მქონდა შეხვედრა ჩვენთანაც როცა ანუ მე არ მქონე იმის გადადების ის რომ მოდი ხვალ შევხვდები და ხვალ მოვუყვები იმიტომ რომ იქ ასეთი მუქარები და ზეწოლა იყო და ანუ იქ მაგის დამალვა მოდი ასე ვთქვათ საერთოდ მით უმეტეს კიდევ ვიმეორებ მას ჰქონდა ის საშუალებები რომ მინიმუმ იმაში გარკვეული იყო რომ რატომ მოხდა რა შეიცვალა ასე ხდებოდა თქვენს თავს თქვენ გქონდათ მისი იმედი ამას ამბობთ ნამდვილად და რომ ეუბნებოდით რომ დამიბარეს ზეწოლა დეტალებსაც უყვებოდით ალბათ რა თქმა უნდა მან არ მიიღო არანაირი ზომა მამუკა ხაზარაძემ რომ დაგხმარებოდათ არა შემიძლია არც დაგპირდათ რომ პირიქით მითხრა რომ შენ იჩივლე უკვე ეს ძალიან გართულდა და გამძაფრდა სიტუაცია და კონსტიტუცია დაგიცავსო ბატონო ალეკო ჩაკითხო გნებავდეთ მოგესალმებით ბატონო რამაზ გამარჯობათ ცოტა უკან რო დაუბრუნდეთ თქვენ ლისის ტვის წილი როდის დათმეთ პირველად როგორ გახდა პარტნიორი მანამდე ეს არის 2004 წლის თუ არ ვცდები ან ივნისი, იმიტომ რომ კარგად მახსოვს როგორც ეღან აღნიშნე ამ აგვისტოში უნდა წარგვედგინა ჩვენ გეგეგმა მანამდე მქონდა ბატონ თეიმურაზის ოთახში შეხვედრა კი არა ეგ გასაგებია როდესაც უკვე ხაზარაძე ხდება ჩვენი პარტნიორი 2000 თუ არ ვცდები 5 წლის იანვრიდან და ამაში თქვენ გადაგიხადათ თანხა არაფერი თანხა მას არ გადაუხდია, მას ჰქონდა ვალდებულება, რომ შემოეტანა, ანუ მან შეაფასებინა ჩემს მიერ სახელმწიფოსგან გამოსყიდული ქონება აუდიტს, ეს დოკუმენტიც მაქვს. მითხრა, რომ ეს არის $1,000,000 და ამიტომ მითხრა, მე შემოვიტან $2,000,000 შენი ქონება, ამით დაფუძნდება სააქციო საზოგადოება, რაზეც მე, დავეთანხმე, როგორც ეღან აღნიშნე, კიდევ მეორე ბატონი მამუკა გახდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე იყო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ბობ მეიერი იყო წევრი და მე ვიყავი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ანუ თანამდებობა მომცეს. აი 2005 წლიდან უკვე ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, პარტნიორები, გვაქვს სააქციო საზოგადოება, რომელიც ოფიციალურად რეგისტრირებული და გატარებულია სადაც ჯერ არის და დღემდე არსებობს კიდევ ეს ესე იგი სანამ მამუკა ხაზარაძემ საბოლოოდ მთელი ლისის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორიები ყველანაირი თითქმის ყველანაირი ვალდებულების გარეშე არ ჩაიგდო ხელში სააკაშვილისგან მანამდე არასდროს თქვენთვის ის რაც თანხა გეკუთვნოდათ არ გადაუხდია
ჩემთვის არანაირ თანხა არ გადაუხდია ბატონ მამუკას. კარგი. თუ არა შეუძლია წარმოადგინო თანხის გადახდის დოკუმენტაცია. შესაბამისად, რომ გავაგრძელოთ, ჩემი 2-3 კითხვა მაქვს და შემდეგ სხვა წევრებს დავუთმო. თქვენ ამ დროს გაქვთ მისი იმედი, როგორც პარტნიორის, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ უკვე ეჭვი ერთხელ-მაინც შეგეპარებოდათ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ თქვენ მაინც მას, მამუკა ხაზარაძეს, სახელისუფლებო წრეებმა მუქარის შედეგად შეგახვედრეს და ზალით გახადეს ის თქვენი პარტნიორი. ეჭვი მაინც არ შეგეპარათ, რომ ასეთი კაცის იმედი არ შეიძლება იყოს. იცით როგორ არის მე ვოდის ვიხდი გამოთქმაზე, მაგრამ ქართული გამოთქმა. მე უკვე შეტოპილი მქონდა და მასთან ვიყავი და მე ვალდებულებაც კი მქონდა როგორც პარტნიორისთვის მე თქვა რა ხდებოდა, ასე ვთქვათ, ეს ხო მარტო მე არ მეხებოდა, ეს იყო მთელი სააქციო საზოგადოებასაც კი, რომელზეც ვთქვათ რაღაც თანხები იყო ჩადებული, რაღაც მოძრაობები ჩატარებული, თითქმის წელიწადზე მეტი გასული. და ამიტომ ვაყენებდი საქმის კურსში და მან ეს მშვენივრად იცოდა მანას და ბადრი ჯაფარიძემაც. თქვენ ამბობთ, რომ იმედი გქონდათ, გარდა იმისა, რომ ვალდებულება გქონდათ პარტნიორისადმი, იმედი გქონდათ. და ისიც ბრძანეთ რამდენიმე ხნის წინ, რომ მას გქონდა ზედა ეშელონებთან ახლო ურთიერთობა. რა გაფიქრებინებდათ ამას, რომ მას გქონდა ზედა ეშელონებთან და კონკრეტულად ვის გულისხმობდით ურთიერთობა, რასაც ეფუძნებოდა პრინციპში თქვენი იმედი, რომ გიშველიდათ. მოდი ასე ვთქვათ, მე როგორც მე, მასაც ახლა ხო ქონდა იქ ხან ბორდი ქონდა, ხან თათბირი ქონდა, ხან ვიღაცებთანაც საუბრობდით, ჩემთანაც ქონდა საუბარი, რომ თქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნუ უნდა ენახა სიტყვაზე ვიძახი თანამდებობის პირი, ახლა არ მინდა რომ შევთქვათ სიტყვაზე, ახლა არ ვიცი რომ თქვა, რომელიმე თქვათ ამ მთავრობის წევრი, ან თვითონ მიხეილ სააკაშვილთან ცდილობდა შეხვედრას, იგივე გიგი უგულავასთან ქონდა მშვენიერი ურთიერთობა. მე თვითონ ავარ მოწმე მათი ხანის მობზანდებოდა ჩვენთან, ხანის მიბზანდებოდა, მაშინ არც იმალებოდა, ეს წავედი გიგისთან იტყოდი და წავიდოდა. ჩვენი ოთახები და კაბინეტები ძალიან შორიშორს არ იყო. ან იყო საუბარი, რომ თუ რამე აკეთებ და რა პრობლემა შეგხვდება ისეთი, რომელიც გადაულახავია, ჩამაყენეთ საქმის კურსში. რომელიმე სამინისტროში თქვა. და სამინისტროსთან სამინისტროებთან ურთიერთობებსაც თვითონ ხაზარაძე ალაგებდა, ასე რომ ვთქვათ. შეგვიძლია ვთქვათ. სააკაშვილთან რა ურთიერთობა ჰქონდა? ყოველ შემთხვევაში, მოდი ასე ვთქვათ, მას არ ჰქონდა პრობლემა მასთან, ვთქვათ, რაიმე გასაუბრების საჭირო დრო ან მომენტი თუ ეკნებოდა, ის ახერხებდა ამას. ტელეფონი აეღო და დაერეკა, შეეძლო? იცით როგორ არის, ფაქტს მე არ შევსწრები ვარ, მაგრამ ალბათ შეეძლო, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ისეთ საკითხები მე არ ვამბობ, რამე უკანონო იყო იქაც მაშინ ისეთი ბიუროკრატია, რომ დიდხანს რაღაცას განიხილავდნენ, საკმაოდ მოკლე დროში, ან მინიმუმ ვადაში იგვარებდა, როცა მას ჭირდება. სხვისთვის გამორიცხული იქნებოდა ესეთი რა. გასაგებია. თქვენ ჯამში 90-იანი წლებიდან, როდესაც სრულიად კანონიერად შენობა ნაგებობები და სხვა ქონება გამოსყიდვის უფლებით ბრძანეთ, ხო, აიღეთ. იჯარა გამოსყიდვის უფლებით. ასევე არის აქვე დავძენ შედგენილი წიგნი, საკმაოდ მოცულობითი, იმას ვერ დაარქვევ ბროშურას, სადაც რომელსაც მე გავეცანი ბატონი არჩილ კაიკაციშვილის თქვენი ადვოკატის ბიუროს მიერ არის ეს წიგნი გაკეთებული, სადაც ყველა ეს ფაქტია მოყვანილი. პლუს თქვენ მომართვას, როდესაც კომისიას მომართეთ ოფიციალურად, თან ახლდა მოცულობითი დოკუმენტაცია. შესაბამისად, იქ ბევრი რამ არის ნათელი, უფრო მეტიც, ვიდრე დღეს შეგვიძლია ზეპირად ერთმანეთს გავაცნოთ და საზოგადოებას, მაგრამ რო განმარტოთ, აი 90-იანი წლებიდან, მანამ სანამ დათმობდით იძულების წესით თქვენს ნაწილს ბიზნესის. რაოდენობის ინვესტიცია განახორციელეთ და კონკრეტულად მარტივად გასაგებენაზე რო გითხრათ, რა გააკეთეთ ლისის ტბის გაუმჯობესებისა თუ გადარჩენისთვის, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის, დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი და მისი ეკოსისტემისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია.
მოდით მაშინ პირდაპირ მანდ გადავალ პრივატიზების თანხას რო თავი დავანებოთ. დავიწყებ იმ ადამიანებით, ვინც გვერდში მედგნენ და მათთვის თქვათ ხელფასის გადახდა, ეხლა რო არ და ესე ზუსტად დავბნე და შემდგომში ყველაზე მთავარი იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ლესის ტბა, რომელიც დამშრალი იყო, ტბა რომელიც იყო 63 გექტარი ნორმალურ მდგომარეობაში 63 გექტარია წყლის სარკის ზედაპირ და სიღრმე საშუალო 3-4 მეტრი, იმდენად დაშრა 90-იანი წლების ბოლოს, რომ პირდაპირ შემიძლია გითხრათ 64 გექტრამდე იყო დაცემული, ანუ შეგვიძლია თქვა ტბა არ იყო და სიმაღლე 60-70 სანტიმეტრი. ამას მე სიტყვიერად მოგახსენეთ, მაგრამ მაშინდელი ჩემთან ერთად ვინც იყვნენ გარემოს დაცვის სამინისტრო და მერია, ისინიც ადასტურებდნენ, მაგრამ ერთად ვიღებდით ამას, შიგნით რა თქმა უნდა მთელი ფაუნა და ფლორა იყო განადგურებული და ჩვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, რომ თქვა მე მოვკიდებდი ამ საქმეს ხელს და შევეცდებოდი, რომ გადამერჩინა ლისის ტბა, რაზეც თქვა ქალაქის მესვეურების და გარემოს დაცვის სამინისტრო დამეთანხმა. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ჩვენ მაშინ მოვიწვიეთ სხვა დარგის სპეციალისტები, ჰიდროლოგები, ჰიდროგეოლოგები, ანუ რაც უფრო მეტად ჰიდროსთან დაკავშირებული, ჰიდროტექნიკოსებიც რა თქმა უნდა თავისთავად ლაბორატორია ქალაქის მერიამ ჩართო და გარემოს დაცვის სამინისტრო. ეს შევარდნაძის დროს ხდება ჯერ კიდევ. ეს და კი რევოლუციამდე ხდება. ნოჩხობაძე იყო მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრი იყო და ძალიან აქტიურად იყო ჩამგული მაშინ ამ საკითხებში. ჩვენ ესე იგი როგორც მოგახსენებთ, დავამუშავეთ მდინარე მტკვრის ვარიანტი, მაგრამ პლუს ტრასაც. ანუ როგორ უნდა მიგვეყვანა მარტო წყალი რო გვეპოვნა, იქ ქალაქი ისეა განვითარებული მაშინ რომ იყო რომ იქ შეიძლება მილიც ვერ გაგვეძვინა. მდინარე ვერე და დიღმულა. ნუ მტკვარზე თავისთავად გარემოს დაცვის სამინისტრო მაშინ უარი თქვა და პროექტი გვერდზე გადავდებით. დიღმულა წყალუხვი მდინარე არ იყო და ამიტომ რაღაც პერიოდებში და ამიტომ თქვეს რომ უარი და მესამე რომელიც ქონა მდინარე ვერე მაშინ კუსპასაც ძალიან უჭირდა და კუსპისთვის გამოიყენეს შესავსებად. ჩვენ მაშინ დავიწყეთ უკვე რა ქვია მიწისქვეშა გრუნტის წყლების ზებნა, ნუცუბის პლატოზე რო არ დაგღალოთ. იქ აღმოვაჩინეთ გრუნტის წყლები, იქ ჭაობი. ამას ყველაფერს თქვენი ხარჯით აკეთებთ. ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ. მე გეტყვით დაახლოებით ყველაფერი ეს პროცედურა დააჭდა ხარჯთა აღრიცხვით მარტო მილსადენი და ტუმბოს ჩადგმა დაგვიჯდა 150.000 ლარზე მეტი. შემდეგ ამ ჭაობის დაშრობა, თქვათი გათევზიანება, ეს 4 და 5 წელიწადი 3 ტუმბო მუშაობდა ერთდროულად, ანუ ამის ტუმბოს და მილსადენის საშუალებით ჩვენ შევძელით, რომ ტბაში დღეღამეში 500 კუბამდე მეწყალს ვიღებდით. მილიონზე მეტი აკრა. ბატონ რამაზ, ნუცუბიძის პლატოზე რომ წყალი აღმოაჩინეთ, ეს თქვენ დააფინანსეთ, მილსადენის ტბამდე თქვენ დააფინანსეთ? ძირითადად მე დავაფინანსე, მაგრამ მერიამაც მიიღო მონაწილეობა, მაშინ ის საშუალებაც ჰქონდა და 30.000 ლარამდე გამოყოს მაგის დოკუმენტიც ალბათ იქნებათ მერიაში. გასაგებია. ამას გარდა საერთოდ ეს ცნობილი ფაქტია, ლისის ტბა ივსებოდა უფრო გაზაფხულის შემოდგომის პერიოდში, ეს დეპრესია ისეთია მაქვს რომ და არხები არსებობდა, რომელიც განადგურებული იყო იმ პერიოდში. ეს არხები აღვადგინეთ 4 კილომეტრამდე და ამ პერიოდში რა თქმა უნდა ბუნებრივადაც გვეხმარებოდა ის თქვა ნაწვიმარი წყალი იკრებებოდნენ, ჩამოდიოდნენ ტბაში. შემდგომში მოვახდინეთ გათევზიანება, ასე შემდეგ, მე დაახლოებით 500.000 ლარზე მეტი დასჭირდა, მოდი ასე ვთქვათ, იმ ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება, გამოსწორება, გაჯანსაღებას. და რაც მთავარია, მანდ მარტო ტბაზე არ იყო საუბარი. კარგად მოგეხსენებათ, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, როგორც არის დანარჩენი, თქვათ, გადამხმარი, ისე იყო, ეგ არის ყველაფერი 60-იანი წლებიდან კომკავშირლები დაყავდათ იქ და ანუ ხელოვნურად განვითარებულია. მანდ მე თითქმის 20 წელიწადი ვიყავი და თავის დამოსული ნაძვი არ მინახავს, ეს ყველაფერი იყო და ამ ეკოლოგიის შესწრა, ანუ კლიმატი შეიცვალა, ტენიანობა დავარდა, ნაძვებმა დაიწყეს გახმობა და ასე შემდეგ, მაშინ სატყეომაც გამომიყო ხალხი, მე თვითონ მოვიწვიე სპეციალისტები, ვაწარმოებდით შეწამოლასაც და ასე შემდეგ რა სჭირდებოდა პრინციპში. იმ ბროშურაში თუ წიგნში ბოდიში გაწყვეტინეთ, წერია რომ თქვენ არა მხოლოდ თანხა ჩადეთ, არამედ ფიზიკურადაც შრომობდით, მძიმე დრო იყო 90-იანი წლები და რას აკეთებდით თქვენ პირადად?
რო არა მოგატყუოთ, არ ვთაკილობდით ხო ხის, ცელის და ასე შემდეგ თქვათ აღებას და ჩემს თანამშრომლებთან ერთად და იმ მეგობრებთან ერთად, რომლებიც მეხმარებოდნენ, ვაწარმოებდით ყოველდღიურ საქმიანობას ასე. და გადაარჩინეთ ეს ტბა საბოლოო განადგურებას. აი, როდის მიხვდით, რომ გადარჩენილია ტბა, რომელი წელია? როგორ არის იმ პერიოდში, როცა დაიწყეთ წყლით შევსება, ეს ახლა გახმაურებული ამბავი იყო, მონაწილეობდნენ ჩვენი თქვათ, ჩემი და სამთავრობო სტრუქტურების გარდა უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები, მწვანე ჯვარი, მწვანე ალტერნატივა და ვისაც კიდევ არ დაეზარებოდა, მოდი ასე ვთქვათ, ისინი იღებდნენ ანალიზებს, სწავლობდნენ, მოქონდათ ჩემთან ისინიც აქტიურად, მოდი ასე ვთქვათ, იმ ანალიზებით და ხედავდით, რომ ყოველდღე უმჯობესდებოდა, ანუ წყლის დონე რამდენადაც მატულობდა ტბაში, თავისთავად მინერალიზაცია მცირდებოდა, ჟანგბადის რაოდენობა მატულობდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს დასკვნა საბოლოო ჯამში მე გეტყვით ერთ ყველაზე კარგი იმას, როცა პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, მაშინ ჩვენთან ასე თქვა სათავოს მამუკას გადაწყვეტილებით მოვიწვიეთ ბალნეოლოგიური ცენტრი, რომელსაც მას ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული, როგორც ამიხსნა ლაბორატორია, რომელიც სწავლობდა ჩვენს გვაინტერესებდა უკვე პირადად მას აინტერესებდა ალბათ მის მდგომარეობა. რომ შეამოწმეს არა მარტო სარეკრეაციო, კინაღამ საკურორტო დონეზეა მისული, იმიტომ რომ სულ ახალი წყალი იყო, მოდი ასე 2006 წლისთვის. 2006 წლისთვის და როცა ტბა გადარჩა და უკვე უმაღლეს დონემდე მივიდა, იმ დროს დადგა დრო, რომ ეს თქვენთვის წაერთმიათ და მიეცათ ხაზარაძისთვის. შეიძლება ასე ვთქვათ. შესაბამისი დრო დადგა, შეგვიძლია ასე ჩავთვალოთ. თქვენ გაეციეთ ზედმეტი ვიყავი, კი. ზედმეტი გახდით, კი ბატონო, ბატონო. იმ დონეზეც კი რომ ვთქვათ სამსახურის კი არ შემომთავაზეს რაიმე ისეთი თქვათ რომ მოდი აი ესა დაგემართა რამას და ჩვენთან იყავი ჩვენ გვერდში იმუშავე. ბატონო სოზარ. დიდი მადლობა ბატონო რამაზ. თქვენ ბრძანეთ რომ 300 ჰექტარი როცა უკვე ხაზარაძესთან ერთად ჩამოაყალიბეთ ეს